მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა ვიმყოფებით გამარჯვების ტბაზე. დღეს გვაქვს იასამოყვარულო ტურნირი ტივ-ტივის სპორტულ თევზჭერაში. დღეს არის 19 აგვისტო. ჩვენი მონაწილეები უკვე ემზადებიან სათევზაოდ გაშალეს აღჭურვილობა. ძალიან მარტივი წესები გვაქვს, შეზღუდვები არ გვაქვს. თევზაობთ ერთნებს კავზე სპორტულად, რა თქმა უნდა. ტივ-ტივაზე. დაახლოებით 5 წუთში უკვე გექნება დაკვების სტარტი და დაკვების სტარტი და 9 წუთში დაიწყება უკვე ტურნირი. ტურნირი მიმდინარეობს 5 საათის განმავლობაში, ვინც უფრო მეტი წონის თევზს დაიჭერს, პირველი 3 ადგილი დაჯილდოვება შესაბამისი პრიზებით. საკმაოდ კარგი პრიზები გვაქვს. ასევე გვაქვს პრიზი დიდ თევზზე, ვინც მინიმუმ 1 კილოგრამიან თევზს დაიჭერს, მასაც გადაეცემა პრიზი. მე ვარ დღეს მთავარი მსაჯი ტურნირის, არ მონაწილეობ ტურნირში, რადგანაც მე თვითონ ვატარებ ამ ტურნირს. მოდი დავიწყოთ, გავიაროთ უკვე. ნახოთ მონაწილეები რას აკეთებენ, როგორ ემზადებიან და 10 წუთში უკვე გექნება სტარტი. ერთ-ერთმა მონაწილემ დაიჭირა კარგი ზომის თევზი. მაგრამ მეორე მონაწილეც ებრძვის თევზს, საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს ტურნირი. საკმაოდ კარგი ზომა, საკმაოდ. იქნება მინიმუმ ალბათ 2 კილო მაინც. საკმაოდ კარგი ზომა. საკმაოდ მებრძოლი თევზია, თეთრიამური, არ უყვარს დანებება. მართალია ჩვენ დაჭერილ თევზს რა თქმა უნდა უკან გავუშვებთ ყველას, მაგრამ ესე იგი მაინც არ უნდა რომ ფიქრობთ ალბათ რომ ტაფაზე მოხდება. თუმცა ესე არ იქნება მეგობრებო, რა თქმა უნდა ნებისმიერ თევზს, ანუ პირველი დაჭერილი და ბოლო დაჭერილამდე აუცილებლად უკან გავუშვებთ ყველას. ეს არის ზოგადად სპორტული თევზაობა, დაიჭირე გაუხვის პრინციპით. დაიღალა უკვე ნიკოლოზ და ვფიქრობ რომ ცოტა ხანში შენი ბიჭი გახდება. ძალიან მაგარი ზომა, ძალიან. შენი ბიჭია. ძალიან მაგარია. უბრალოდ ორი ხელით რო გვაჩვენო. მოდი მოგეხმარები ანკეს დავიჭერ. დავდოთ. ძალიან მაგარია. წარმატებები ასე გააგრძელე. მაგარი შეიძლება. გავუშვი და ეგ არის. არ უნდა რომ დანებდეს, მაგრამ ვფიქრობ რომ აი უკვე თითქმის ბადეშია. არა, ეს იყო ბოლო გაბრძოლება. სავარაუდოდ. და აი უკვე ამ მოტანაზე წესი დარგით უნდა ამოიყვანოს. აი თითქმის მოვიდა და ეგ არის ძალიან კარგი. გილოცავ მიხეილ. შენ გენაცვალე. დება ეს გვაჩვენე. თითქმის კი არა და პრინციპში დაახლოებით იგივე ზომაა, რაც ნიკოლოზმა დაიჭირა.
მსკავი ისე ქონდა გამოდებული რომ გამორიცხული იყო მაგის გაქცევა. და რო დაგვანახო ორი ხელით რო დაგვანახო, აუ, საკმაოდ კარგია. კარგი, ასე გააგრძელი, ვიხელ წარმატებები. ძალიან მაგრად ბრძოლობს თევზი, მოკლედ მეგობრებო. ძალიან მაგარი ადრენალინია. ვიცი, რასაც განისდიან ახლა სპორტსმენები, როდესაც დიდი თევზი გამოყავთ. ძალიან მაგარი. გირჩევთ რომ მიიღოთ ჩვენს ტურნირებში მონაწილეობა, ასეთი ადრენალინი შეგიძლიათ მიიღოთ. მოხვალთ გაერთობით, თევზს დაიჭერთ, მიიღებთ სიამოვნებას, დასაჩუქრდებით და ისე უკან სახში გემრიელი მოგონებებით დაბრუნდებით. გირჩევთ კიდევ ერთხელ რომ მოხვიდეთ ჩვენთან ტურნირებს. მეგობრებო, 1 საათი ებრძოდა ვლადიმერი თევზს და როგორც იქნება გამოიყვანა. ჩემი გამოთვლებით იქნება დაახლოებით 2-2.5. ნახე რა პატარა. ნემსკავი მაჩვენი აქაც რა ახლოს. ძალიან პატარა ნემსკავი. არა. ისე ვიცეთიანა. ძალიან კარგი. გაუშვებო. ზაცებში ავიდა, ესე იგი ჯოხს მოება და ცელოფანიც გამოიყოლა. ვფიქრობ რომ მაგას ვეღარ დაინახავს და უკვე შენია. კი. ზოგი ჭირი მარგებელიო ეგრე გამოვიდა დაახლოებით. Так. მოგზავნით. მშვენიერი ზომაა. აჰა. ესეთი სტანდარტული ზომის თეთრი ამური მოდის რა, დაახლოებით 1.5-2 კილო. Wow. თითქმის დანებდა. ერთი გაბრძოლება.
დაახლოებით კილო ნახევარი. ჩემი გამოთვლებით. ლავწონის და გავიგეთ, დაახლოებით იგივე. წარმატებებს გისურვებ ვლადიმერ. მეორეც შევსვით. პირველი ადგილი დამჭირდა. აბა ნაკრებში ესე მარტივია მოხვედრა? ხუთი და 70-ში რა. მეგობრებო, დაჭერილი თევზს რა თქმა უნდა უკალმოშვებთ ყველას. წავით. მინდა შევაჯამო ზოგადად დღე. თევზის ჭერა ასეთ ისე. აკეთა მოგწონარე. რაოდენობა ცა შედეგები გვაქვს. და საკმაოდ კარგია. ეს ხოდა უცხო ნომინაცია, პირველი, მეორე, მესამე და დიდი თევზი. ხომ დავიწყებ შედეგების გამოცხადებას, დავასახელებ ადამიანს და გამოვა დავაჯილდოვოთ. დავიწყებ დიდი თევზით. ესე იგი, დიდი თევზი წონით 2.960 დაიჭირა ნიკოლოზ გარსენიშვილს. შემდეგი ნომინაცია. მესამე ადგილი. წონით. ვიდეო სახში გამოდი. 4.450 კილოგრამი გავიდა. აიღო გიორგი სახში გამოდი. მედალი ტიკა დაული. და რატო ვერ იცლი რა სამი ხარ? ტივტივები დააწესა ალექსანდრე უხურგუნაძემ, მადლობა. ესე იგი, ალიკოს. პირველი, მეორე და მესამე ადგილისთვის. შენ ჩემო კარგო, თევის შესაძლებლობაზე. ასე გამოსავალებადე. ვაფშე არ დაგინა. მეორე ადგილი. წონით. 4.720 კილოგრამი. იოსებ ბიჭუნი. წარმატებები, მადლობა რომ გოთვიეთ უნებზე და ეგმერი დაადე რა იქცაში. პირველი ადგილი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი გახსოვთ ფიდელის სპორტული თევზჭერის ფედერაციის წევრი, რომელიც არის საქართველოს ვორლდის ჩემპიონი. მადლობა პირველ რიგში შემოსვლისთვის. ვლადიმერ ზარკალიანი. წონით 5.70 ეს სკამი ახალი სკამი ეს შესაძლებელი რომელიც ასეთი გამოგვიდება დანა ნემსკავები ასე შემდეგ კიდევ ერთი გილოცა და მადლობა ესე მინდა შევაჯამო მეგობრებო დღევანდელი საბოლოოდ და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის წელს გვექნება კიდევ ერთი სავარაუდოდ გვექნება სექტემბერში დაახლოებით ერთი თვის ინტერვაში გვექნება შემდეგი თვეები მათიმდებარობა ჯერ არ დამოწმებია და აუცილებლად მოგაგებთ ინფორმაციას რაც შეეხება ჩვენს ფედერაციას მომავალ წელს უკვე გვექნება სარეიტინგო ტურნირები ფედერაციაში მოგვიწევს შესვლა ფედერაციის წევრები ერთიანი კონტრაქტი გვექნება ესე რომ ვთქვათ და ჩავატარებთ სარეიტინგო ტურნირებს მეგობრებო, დავასრულეთ ტურნირი. საკმაოდ კარგი ტურნირი გამოგვივიდა. დავაჯილდოვეთ პრიზიორები. 4 ნომინაცია ჰქონდა. პირველი, მეორე, მესამე და დიდი თევზი.
მეორე კამერით ვიღებდი, ზუსტად არ ვიცი დაასრულა თუ არა ჩაწერა, იმიტომ რომ დაჯდა კამერა. ნახავ სახში რომ მივალ და იმედი მაქვს რომ კადრები არის ყველაფერი. თუ არა და ფოტოებს დავდებ, ვიდეოს ბოლოს და ფოტოებში ნახავთ პრიზიორებს. აუცილებლად დავწერ ასევე ვიდეოს ქვევით აღწერაში ვინ დაიკავა საპრიზო ადგილები. ამით კიდევ დაგემშვიდობებით. წარმატებულ თევზაობას გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.